როგორ აწყობენ მებრძოლები ჩხუბებს და დადგა თუ არა UFC-ს ორგანიზაცია დახურვის საფრთხის წინაშე. ბოლო პერიოდია საბრძოლო სამყაროში ძალიან დიდი სკანდალი ტრიალებს. საქმე სპორტის განუყოფელ სენს, ჩაწყობილ შეხვედრებს ეხება. დღეს აიზეკ დულგარიანის საქმეზე ვისაუბრებთ, რომლითაც თავად FBI დაინტერესდა. ვიდეოს მთავარ ნაწილზე გადასვლამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეპიზოდის წარდგენი არის BetLive. UFC Vegas 10-ზე აიზეკ დულგარიანისა და იადერ დელვალეს ბრძოლა გაიმართა. თითქოს არაფრით გამორჩეული დაპირისპირება შემდგომში ყველასთვის განხილვის თემად იქცა. ამ ჩხუბში საეჭვო იყო როგორც ბრძოლის მიმდინარეობა, ასევე შედეგიც. ჩხუბის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ძალიან დიდი ფავორიტი დულგარიანი ნელ-ნელა არსაიდან აუთსაიდერად იქცა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა. ჯერ დულგარიანის კოეფიციენტი საგრძნობლად გაიზარდა, შემდეგ მეტოქის გაუთანაბდა და საბოლოოდ ძალიან დიდი ანდერდოგი აღმოჩნდა. როგორც მასალებიდან გახმაურდა, ფსონების უდიდესი ნაწილი პირველი რაუნდის ფინიშზე დაიდო. საქმე $1 მილიონზე მეტს ეხება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დარჩენიათ შესაბამის ორგანოებს და ზომები მალევე მიიღეს. საქმეში ჩაერთო ფსონების კონტროლის კომპანია, რომელიც UFC-სთან ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობს. სხვადასხვა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების გამო, ბევრმა კომპანიამ ეს ბრძოლა საკუთარი სიიდან საერთოდ ამოიღო. ყველაფერი მოულოდნელად განვითარდა. დულგარიანი, რომელიც თავს ჭიდაობითა და გრეპლინგით იბწოდებს, პირველ რაუნდში მახრჩობელა ილეთით მარცხდება. თან ისე, რომ ძალიან ბევრ ბავშვურ შეცდომას უშვებს. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ფსონების საეჭვო ცვლილებების შემდეგ UFC მებრძოლებს პირადად დაურეკა და ჰკითხა თუ რაში იყო საქმე. მებრძოლების პასუხი კი ასეთი იყო: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება. ბევრის მნახველი დანა უაითი, რა თქმა უნდა, ამ ფანტიზზე არ წამოეგებოდა და სამართალდამცავ ორგანოებს მალევე მიმართა. საქმეში კი FBI ჩაერთო. ახლა აიზეკ დულგარიანზე ძებნაა გამოცხადებული და UFC-დან გარიცხულია. ნევადის შტატის კომისიამ ბრძოლაში ასაღები ჰონორარი გაურკვეველი ვადით გაუყინა. გააძევეს ასევე იმ დარბაზიდან, რომელშიც წლები ვარჯიშობდა. FBI-ის გამოძიება Iridium Sports Agency-მდე მივიდა, რომელიც მსგავს საკითხებში პირველად არ იყო შემჩნეული. 2025 წელს 100-ზე მეტ ბრძოლაზე მიმდინარეობს გამოძიება. და ამ ბრძოლაში მონაწილე ათლეტთა უმრავლესობა Iridium Sports Agency-ის კლიენტია. ამით არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ ჩაწყობილი ბრძოლების უმრავლესობის მთავარი არბიტრი ჯეისონ ჰერცოგი იყო. რა საფრთხეს მოუტანს ეს ყველაფერი UFC-ს? ორგანიზაცია სანდოობას დაკარგავს. თუ კი გულშემატკივარი შედეგების ავთენტურობაში ეჭვს შეიტანს, მაშინ სპორტის ღირებულება საერთოდ დაიკარგება. ეს ყველაფერი UFC-ში მებრძოლი სპორტსმენებისთვისაც ძალიან საზიანოა, რადგან დაკარგავენ კარიერას და რეპუტაციასაც. საბოლოოდ მივიღებ შედეგს, სადაც არ იარსებებს ყველასათვის საყვარელი და ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია UFC. ამ სიტუაციაში ყველაზე იმედის მომცემი UFC-ს მკაცრი ნაბიჯებია. საეჭვო მოქმედებების შემდეგ დანა უაითმა მალევე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ცუდ საქმიანობაში შემჩნეული სპორტსმენი მალევე გარიცხა ორგანიზაციიდან. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. თქვენ კი გთხოვთ დაგვიწეროთ კომენტარი, რას ფიქრობთ შექმნილ სიტუაციაზე. დაალაიქეთ ვიდეოც და გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურებას. მომავალ ვიდეომდე.